სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმება. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. ეს ძალიან ცნობილი ამბავია. რა თქმა უნდა, მე დეტალურად არ მოვყვები ამას, უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ამბავი მოხდა. როდესაც ამ ეშმაკეული კაცისგან, რომელიც შიშველი დარბოდა გიჟივით და ყველას აშინებდა და უამრავი ადამიანი შეიწირა, უამრავი ადამიანი ემსხვერპლა მის ამ ეშმაკეულობას და როდესაც იესო განასხა მისგან ეშმაკი და კითხა ვინ ხარ შენს, რა არის სახელი შენი და მან ეშმაკმა უპასუხა ამ კაცის პირიდან, რომ ჩემი სახელი არის ლეგიონი. იმიტომ რომ ლეგიონი ეს რომაული ლეგიონის მიხედვით 6600 კაცი იყო ლეგიონში. აი ამდენი ეშმაკი იყო ამ ადამიანში შესული და იესომ ქრისტემ იგი განკურნა, მოახდინა უდიდესი სასწაული. და როდესაც შემდეგ ეს ღადარინა ქალაქი იყო და ეს ქალაქელები რომ მოვიდნენ და ნახე ეს იჯდა მშვიდად და აღმოჩნდა რომ საკმაოდ განათლებული და საკმაოდ გონიერი ადამიანი იყო ეს ღადარინელი ეშმაკეული. და მიუხედავად ამისა მასში ამდენი ეშმაკი შევიდა. მე არც ამაზე გავამახვილებ დღეს ყურადღებას, როგორ მოხდა ეს, მოხდა. და რა თქმა უნდა ამ ადამიანის დანაშაული იყო ეს რომ შემოუშვა ეს ეშმაკები, იმიტომ რომ აი როგორც შემდეგ ამ თხრობის ბოლოში არის ეშმაკმა თხოვა იესოს რომ ღორების კოლტში შეეშვათ ისინი, რომ სადღაც წასულიყვნენ. და იესო მიცა ამის უფლება. ანუ ნებართვის გარეშე ღორებშიც ვერ შედიან ეშმაკები, არათუ ადამიანში. და მიუხედავად ამისა ესენი ამ ადამიანში შევიდნენ და იესომ ეს ეშმაკები განდევნა, მოხდა უდიდესი სასწაული. და ხშირად გვეკითხებია, რომ დღეს რატომ არ ხდება ასეთი დიდი სასწაულები? რა არის ამისი მიზეზი? იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, ესე წერია სახარებაში. ანუ იესო ქრისტეში არ არის ამის მიზეზი. და ამის მიზეზი არის ამ განკურნებული კაცის პასუხი იესოსადმი. აი ჩვენ ვითხოვთ სასწაულს და ჩვენ გვინდა რომ სასწაული მოხდეს, მაგრამ მზად ვართ კი ჩვენ ამ სასწაულისთვის? რას ნიშნავს მზადყოფნა? აი ამ კაცმა, როდესაც მისგან ეშმაკები გამოესწრო, იესოს უთხრა, შენთან მინდა ყოფნა. ესე უთხრა, სახარებაში წერია. მინდა, შენთან მინდა. და იგი მზად იყო, რომ ყველაფერი დაეტოვებინა და იესო ქრისტესთან ყოფილიყო და იესო ქრისტემ დავალება მისცა პირდაპირ, რომ წადი და მოუყევი ყველას, რაც მოხდა. და ეს კაცი შემდეგ დაუღალავად შრომობდა მთელი ცხოვრება და ყველას უყვებოდა, რა სასწაული მოხდა. და მე მინდა თქვენ და საკუთარ თავს პირველ რიგში დაუსვა შეკითხვა. თქვენ მზადა ხართ სასწაული რომ მოხდეს ამისთვის? აი მოხდა სასწაული. აი ვითხოვთ ხო? რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა, განკურნება, მიცვალებულის გაცოცხლება, ეშმაკეულისგან ეშმაკების გასვლა და სხვა უამრავი სათხოვარი გვაქვს. აი ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს სასწაული მოხდეს. აი მე რა იქნება? ჩვენ მზადა ვართ რომ შესაბამისად უპასუხოთ უფალს ამისთვის? აი ესეთი დიდი დახმარებისათვის. და მინდა გითხრათ, რომ მეც მქონია ბევრი ასეთი შემთხვევა, როდესაც მომხდარა სასწაული და ადამიანი აღმოჩენილა უმადური. და ჯობია რომ არ მოხდეს ეს სასწაული, ვიდრე ადამიანმა უმადურობა გამოაქვს. გვინდა რა თქმა უნდა რომ სასწაული მოხდეს, ოღონდ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. და უნდა დავფიქრდეთ, აი თუ შეგვისრულა ღმერთო თხოვნა, მერე მზად ვიქნებით რომ ჩვენ უპასუხოთ
სამნებში არის ამაზე პასუხი. რა მივაგო უფალსა ყოველი საветთვის, რომელი ესე მომაგომბე. ესეთ კითხვას სვამს მეფსალმუნე. რა უპასუხო, რითი უპასუხო უფალს? და პასუხობს თვითონ სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. აი მზადა ვართ ჩვენ ამისათვის. ეს გადარინელი კაცი აღმოჩნდა მზად მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს რაღაცა დიდი წოდები ქონდა ჩადენილი რამდენი ეშმაკი მასში შევიდა მიუხედავად ამისა გადარინელი რომელიც განიკურნა აღმოჩნდა გონიერი ადამიანი და მთელი თავისი არსებით შეუდგა ქრისტეს. და მე მინდა დღევანდელ სახარებას დაუკავშირო მეუფე სერაფიმეს პიროვნება. მეუფე სერაფიმე, როდესაც ამ ეპარქიაში დაინიშნა, დევთავად, როდესაც იგი ჩამოვიდა, ძალიან მძიმე წლები იყო, ეს იყო 1995 წელი. და ძალიან მძიმე ვითარება იყო. ძალიან მძიმე ვითარება და მეუფე სერაფიმე ძალიან ბევრ შრომ ჩვენს ეპარქიაში, მას ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული. და შეიძლება ითქვას, რომ აღორძინება ამ ეპარქიის, რომელსაც დღეს ჩვენ თვალით ხედავთ, მეუფე სერაფიმეს სახელთან არის დაკავშირებული. მე აღარ ჩამოვთვლი, თუმცა ბევრი არის ჩამოსათვლილი და თქვენ შეგიძლიათ, რომ მომეხმაროთ ამ ჩამონათვალში, მაგრამ მე ერთს ვიტყვი განსაკუთრებულ მის დამსახურებას და მე ვფიქრობ, რომ ეპარქიისთვის ყველაზე მეტი, რაც მას გაუკეთებია, არის ის, რომ მან მოაგროვა მასალები და წარადგინა წმინდა სინოდის კრებაზე წმინდა ზოსიმე კუმურდოელის შესახებ, რომელიც არ იყო შერაცხილი წმინდანით. მე-14 საუკუნის მოღვაწე იყო და წმინდა ზოსიმე კუმურდოელი წმინდანად მისი დიდი შრომის ფასად შეირაცხა. მანამდე მან გამოაქვეყნა კუმურდოელი მღვდელმთავრების სია. ცნობილი იყო 10 კუმურდოელი მღვდელმთავარი, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა დროს ჩვენს ეპარქიაში. და მან ერთის მხრივ ეს სია გამოაქვეყნა და მეორეს მხრივ ამ სიას მოაკლო ერთი მღვდელმთავარი. ეს არის წმინდა ზოსიმე კუმურდოელი, რომელიც იმის გამო რომ წმინდანად შეირაცხა ამ სიაში აღარ არის. მოსახსენებელ სიაში, მავხედველობაში. და აი ამ შრომის გამო, რაც მან გასწია, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ეს სია შეივსოს, თვითონ მან შეავსოს ეს სია. და ჩვენ დღეს წირვაზე კუმურდო მღვდელმთავართა სიაში მოვიხსენეთ მეუფე სერაფიმე. და მინდა გითხრათ, რომ სრულიად დამსახურებულად. აი როგორც გადარინელმა, განკურნებულმა ეშმაკეულმა უთხრა იესოს, რომ შენთან მინდა ყოფნა, აი ესე აქვს გაკეთებული და ესე აქვს ნათქვამი მეუფე სერაფიმეს, რომ აი ამ კუმურდო მღვდელმთავრებთან უნდა ყოფნა. და აი განგება ესე იყო, ის განგება, რომ იგი ჩაეწერა ამ სიაში. და იგი დღეს მოიხსენება როგორც კუმურდოელი მღვდელმთავარი ჩვენს ეპარქიაში ყოველ შემთხვევაში ესე მოიხსენება. სხვა ეპარქიაში მაინდა-მაინც გონი ეს სია ცალკე არ იკითხება. აი ჩვენთან ყოველწლიურად იკითხება. ასე რომ მინდა მიულოცო მეუფე სერაფიმეს და თქვენ, რომ ღირსეული მან დაიმკვიდრა ადგილი. თავის დიდ წინაპართა შორის. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს მერტი. არს გაიგოს.